ყურძნის დაწურვით დაიწყო დღეს თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. საწნახელში 25 ტონა ყურძენი დაიწურა, 15 ტონამდე ჩამოსმული ღვინოც იქვე დააჭაშნიკეს. ყურძნის დაწურვის პარალელურად იქ ფოლკლორის კონცერტი გაიმართა, დიპლომატებმა კი ტივით გაისეირნეს. ჰანგებზე ამღერებულ კობასუბელიანთან ერთად მტკვარზე ტივით სხვადასხვა ქვეყნის ელჩმა გაისეირნა. ტრადიციული სუფრითა და კარგად ნაცნობი სიმღერებით ტივი უცვლელი მარშრუტით ბარათაშვილიდან მეტეხის ხიდამდე მოძრაობს. ტივი დღეს მხოლოდ უცხოელი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. Ჩვენ ნახე რა ფორმალი გვაქვს, ჩემო დაო. ნახე, ყველაფერი ცოცხალი გინდა, კალმახი გინდა, დად გინდა, მურცა გინდა, ყველაფერი გვაქვს ჩვენი ძმა. მარშრუტ შევასრულებ, რასაც კეიფის დროს ასრულებდნენ ყარაჩოხელები. ზუსტად ის დროა. პარიზზე ნელა მიედინება, ჩაგიყვანს, მერე ისე უკან წამოხვალ, კარგად. შეზარხოშდები და მერე წახვალ სახში და დაისვენებ. ტივის გასეირნებამდე თბილისელებმა 25 ტონა ყურძენი დაწურეს, 50 წყვილი რეზინის ჩექმა და ასობით ადამიანი საწნახელში. ყურძნის დაწურვის რიტუალში დიდი და პატარა ერთად მონაწილეობდა. დაწურული წვენი ხალხმა ადგილზე დალა. საწნახელზე პირველი თბილისის მერი და თვითმმართველობის წევრები ავიდნენ. უფრო და მეტი იწურება, იმიტომ რომ მეტი ხალხი მონაწილეობს, ძალიან კაი ტრადიცია. დღეს თბილისობა წელს ჩვენ რაღაც განსხვავებული ფორმატით გადავწყვიტეთ. არის ესეთი ღია ღონისძიებები, ტრადიციული ღონისძიებები. კაი ბაჭარია. რავი, ყველაფერი კარგია. სერიოზული მუსიკაც, ყველაფერი, ყველა ერთობა. რავი, მოვა მთელი საქართველო მე მგონი. კი უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჩვენთვის და აი მომავალი თაობისთვის. ჭადის შეწვა რიყეზე ტრადიციულად დილიდან დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობდა სოფლის პროდუქტების ბაზრობა და რეწვის ოსტატთა გამოფენა. ყოველთვის მოდივარ, თან შევჭამ, თვითონ ჭიქას ვადღეძლებ, ყველას ულოცავ და მედინება გახარება ყველას თბილისელს. ევროპის მოედანზე ქართული ფოლკლორის კონცერტზე ერთმანეთს ათობით ქართული ანსამბლი ცვლიდა. თბილისობა პირველი ის არის, რომ სულ ხორცით რაღაც თავისებური განსაკუთრებული თვისებაა რა თბილისობა. ამ არ არის მნიშვნელოვანი ეს ქართული იქნება, აერონების იქნება, თავარია სულ ხორცით იყოს ქართული და მთელი დღის მანძილზე რიყის პარალელურად სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს აბანოთ უბანშიც, სადაც დილიდან თბილისის ძველი თაობა ტრადიციულად ნარდის სათამაშოდ შეიკრიბა. აბანოთ უბანში კონცერტები პარალელურად ორ სცენაზე მიმდინარეობდა. აქედან ერთ-ერთი ეროვნულ უმცირესობებს დაეთმო. თბილისობა ყოველთვის თბილისობა. ეს არის დღესასწაული განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ ქალაქში დავიბადეთ და ვინც ამ ქალაქში ცხოვრობთ. სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქში გრძელდება. დღის მთავარი მოვლენა იტალიური ჯგუფის რიკი ენდ პოვერის კონცერტი თავისუფლების მოედანზე 9 საათზე დაიწყება.